მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი ქეთევან გეჯაძე. ქალბატონი ქეთევან გეჯაძე არის ბიორეზონანსული მედიცინის დოქტორი. მან ფრანკფურტში დაამთავრა და დაიცვა სადოქტორო და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც აინტერესებს საქართველოში ყველას. აი ამ თემაზე ეს თემა არის 5G ანტენები, რაზეც ყველა საუბრობს პრაქტიკულად, საუბრობენ ნაწილი საუბრობს, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ადამიანებისა და ექსპერტებისა. არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ ეს აბსოლუტურად უხიფათოა, თუმცა ამას ყველა აკეთებს მაინც მოყვარულ დონეზე და პროფესიონალური აზრი რომ გავიგოთ ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ვთხოვეთ ჩვენ ქალბატონ ქეთევანს, რომ დღეს მოსულიყო ჩვენთან გადაცემაში, ვინაიდან ეს არის პირადად მის პროფესიასთან დაკავშირებული და დღეს ჩვენ შევეცდებით გავიგოთ რეალურად სახიფათოა ეს 5G თუ არ არის სახიფათო და ანუ აღარ გვეცოინება ჭორის დონეზე, მაგალითად არის თუ არა სახიფათო, ქალბატონი ქეთევანი დაგვეხმარება და გაგვარკვევს და გვეტყვის ყველაფერს ამასთან დაკავშირებით. ქალბატონო ქეთევან, დიდ მადლობას მოგიხდით, რომ მობრძანდით დღეს ჩვენთან, გამონახეთ დრო, მithumetes აი პანდემიის დროს და აი პირველი შეკითხვა მექნება ხო, სულ რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა ასეთ შეკითხვა დაგისვათ ქალბატონო ქეთევან, ამ 5G-სთან დაკავშირებით, არის თუ არა სახიფათო 5G ანტენები და თუ არის რატო? ჯერგერთი მოგესალმებით. დაგილოცავთ თქვენ სტუდიას წინსვლას, გამარჯვებას და იმ დიდ ბედნიერებას, რისთვისაც ადამიანები ამ დედამიწაზე მოსულ ვართ. 5G მარტო ანტენებზე არ არის საქმე, ეს არის 5G-ის მთლიანი სისტემა. ეს არის ნატურები, ანტენები, ეს არის დედამიწის გარშემო თანამგზავრები, რომელიც ათასობით უნდა იქნეს ჯერ კიდევ გაშვებული. არის მხოლოდ ჯერ მცირედი მასა იმისა გაკეთებული, რაც დაიწყეს და განახორციელებენ. აი ზუსტად აი ეს პანდემია, ეპიდემიაც არ არის, პანდემიაზე ლაპარაკი ზედმეტია. ანუ ზუსტად აი ამის ქვეშ მსოფლიო აფიორაა დიდი. ამაში ჩაერთო საქართველოც საუბედუროთ და ვერაცნობიერებენ იმ სახიფათო მდგომარეობას, რასაც 5G მოგვიტანს, რასაც 5G სისტემები. გაუცნობიერებამ ორ რამეში მდგომარეობს, იმიტომ რომ აი ტექნოლოგიის განვითარებამ 2G-დან 3G-ზე გადასვლა 3-დან 4-ზე, 4-დან 5-ზე ისეთი სწრაფად მოხდა, რომ აი ასეთივე პროგნოზი გონიათ, რომ იცი რა ხან 2-დან 3-ზე გადავიდნენ არაფერი, 2-დან 3-ზე 4-ზე გადავიდნენ არაფერია, ესე გონიათ რომ 5-იც არაფერი არ იქნება. მაგრამ ზუსტად მეცნიერებამ დაადგინა 2G სისტემები იქნა გამოკვლეული და 32%-ით 2G სისტემები სახიფათო აღმოჩნდა, სახიფათო კი არა, საგანგაშო უკვე 32%-ით სიმსივნური დაავადებების გამომწვევი. იმ რეგალიაში, სადაც ანტენები არის და იყო დამონტაჟებული 2G სისტემის, ის რადიუსები იქნა 400 კილომეტრში, ცოტა გარეთ გამოკვლეული და აი ამის მიხედვით, ესე იგი პირველი დონე, შემდეგ მეორე დონე და ასე შემდეგ, მოშორებით დონეზე 2G სისტემა არ იყო მავნებელი, მაგრამ მესამე, მეოთხე და მეხუთე უფრო და უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ეხლა არ შეიძლება 4G ხო ამ წუთას არსებობს. არის კი 4G და ჩვეულებრივად მოვიხმართ ხო ჩვენ ამ ანტენებს. რა თქმა უნდა, მოვიხმართ, მაგრამ რომ ვიცოდეთ ჩვენ ეს 4G-ს საერთოდ და Wi-Fi სისტემებიც არ უნდა იყოს მუდმივად ჩართული. გძინავს უნდა გამორთოთ ტელეფონიც აუცილებლად, იმიტომ რომ აი ამ დასხივება ქვია მაგას, აუცილებლად რადიო ტალღებით სხივდება ადამიანები. აი ეს რომ არ მოხდეს და იფუნქციონიროს ორგანიზმა კარგად. ქალბატონო, უკაცრავად რომ შეგაწყვეტინეთ, ვინაიდან თქვენ ექიმი ბრძანდებით და აი პირადად აი ამ სფეროსი რა მინდა შეგეკითხოთ. აი მაგალითად თქვენ რომ გამორთეთ, თქვით, ჩვენ გამორთეთ, ან თქვენ გამორთეთ სახლში, ან რომელიმე პიროვნება, მაგრამ აი მეზობელს აქვს ჩართული Wi-Fi. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მაინც დასწრებას. მაინც ვიღებთ, მაგრამ იმდენ პროცენტს არ ვიღებთ და არ ვართ. ხო, აი იმიტომ შეიძლება. მაგრამ აი ეს 5G აი კორპუსში მაგალითად, როდესაც 20 Wi-Fi ეს მარტივად მინდა შეგეკითხოთ და იქიდან მაგალითად 3-ან 4 ადამიანმა გამორთო, დანარჩენმა არ გამორთო, ესე იგი აზრია. იმდენს არ მიიღებთ, ეს როცა ეხება 4G-მდე.
მაგრამ 5G-ზე უკვე ვერსად ვერ დავემალებით ვერავინ. და რატომ? ეხლა მე აი აქ მინდა მოგიყვანოთ უბრალოდ საქართველოს ბიუჯეტიდან, ჯანდაცვის ბიუჯეტიდან განაწილებული თანხები ქრონიკულ დაავადებებზე სამკურნალოდ 10 მილიონით შემცირდა. 10 განახევრდა. დიახ, 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა. პლუს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება ორჯერ გაზარდეს და საერთოდაც ბიუჯეტი გაზარდეს, ჯანდაცვის ბიუჯეტი. ეს არის სუფთა მატყუარობა. და აი ახლა ყველაფრის ახსნას დავიწყებ თუ რატომ და რისთვის. პენსიონერების დახმარება რაღაცა, ექიმების დახმარება რაღაცა უმნიშვნელოა. ეგ არ არის იცით მთავარი. საერთოდ დედამიწა ისევე როგორც ადამიანი უცირებს. და ამ სიხშირეს ეწოდება შუმანის სიხშირე. შუმანის ტალღები. 7.38 მიასედით. ასე იყო დიდი წლების განმავლობაში, 70-იან 80 წლებში, მაგრამ 90-იანი წლებიდან ამ შუმანის ტალღებმა დაიწყო მომატება. ჯერ ერთი საერთოდ ეს შუმანის ტალღები აღმოჩენილი იქნა ტესლას მიერ, იცით თქვენ, ნიკოლა ტესლას მიერ, დიახ, რომელმაც ძალიან კარგად, ეს დიდი მეცნიერი იყო, დიდი ფსიქოლოგი იყო და რომელიც გაანადგურეს, დიახ, ის ძალიან კარგად იცოდა როგორ რა ემართა და როგორ რა წაეყვანა. აი ზუსტად შუმანის შემდგომ უკვე ეს გერმანიაში იქნა შესწავლილი და ზუსტად აი ეს ტალღების ზემოქმედება თავის ტვინის ტალღები და აი ეს შუმანის ტალღები აბსოლუტურად ერთი და იგივე სიხშირეზე მუშაობს. დიახ. ეს დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ რომ დაამტკიცეს, მერე შეისწავლეს უკვე ყველა ტალღები და აღმოჩნდა რომ თავის ტვინის ალფა ტალღა, ბეტა ტალღა, ტეტრა ტალღა, ან 4 ძირითადი ტალღები მიმდევრობით, ანუ დიაპაზონში 7.8-მდე იზრდებოდა. დღის განმავლობაში აი ეს ტალღები ცოტა იმატებს 15-მდე წადის. ეს ჩვენს მხნეობას, ჩვენს ინტელექტს, ჩვენს მოღვაწეობის სფეროს განსაზღვრავს. მაგრამ ღამის საათებში ეს ტალღები როგორც დედამიწისაც და ადამიანისაც თავისთავად ქვევით ჩამოდის. აი ამ ქვევით ჩამოსვლის დროს ზუსტად ყველაზე კარგი მომენტია იმ დროს, როცა ადამიანი აი ძილ ბურანშიც ვეძახით ჩვენ, როცა შეგვიძლია ჩვენ დავხუჭოთ თვალები, არაფერზე არ ვიფიქროთ, აი ამ დროს ზუსტად იმ დედამიწის ტალღები მუშაობს ჩვენს თავის ტვინზე, აბსოლუტურად მიყავს ორგანიზმი თვით გამოჯანმრთელებამდე, წარმოიდგინეთ. ძილის პერიოდში რატომ არის რომ მელატონინი ეს არის ჰიპოფიზარული ჰორმონი, რომელიცაც გამოიმუშავებს ძალიან ბევრს ორგანიზმი, აი ზუსტად ის აჯანსაღებს ორგანიზმს, ის აახალგაზრდავებს, ის შობს ძალიან ბევრ აზრს. აი კომატოზური მდგომარეობა შევადაროთ, როდესაც ტალღები ძალიან დაბალია, კატასტროფულად დაბალია, გათიშულია ადამიანი, ხო? მაშინ ზრდის ჰორმონი გამოიყოფა, სომატოტროპული ჰორმონი ქვია ამას, ხო? გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც თვითონ ამუშავებს და გამოყავს ადამიანი იმ კომატოზური მდგომარეობიდან. თვით გადარჩენის ინსტინქტს ამუშავებს. ჩვენ რომ ადამიანები ვართ, ზუსტად აი ამ შუმანის ტალღების დამადასტურებელია ის, რომ დედამიწის შვილები ვართ. შემდგომ მოდი განსაზღვროთ ადამიანი თვითონ აი ამ ველში და თვითონ ადამიანის პიროვნება. ჩვენ ყველაფერი უჯრედისგან შედგება, ვიცით ჩვენ, ხო? უჯრედები გვაქვს n რაოდენობით, მილიონობით, მილიარდობით ჩვენს ორგანიზმში. ყველა უჯრედის გარშემო წარმოიდგინეთ არის სითხე და წყალი, 70-90%. თავისთავად ამაში მოძრაობს ჩვენი სისხლი, სისხლძარღვებში და ერითროციტები ყველაზე მთავარი მამოძრავებელი და ჩვენი სიცოცხლის ფუნქცია რაც არის. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი ვართ თავის ტვინი და ძირითადი ეს არის ერითროციტების მასა, იმუნიტეტთან ერთად თავისთავად. ერითროციტები, რომლებიც აი ყველა უჯრედში შერბიან, გამორბიან, ყველა უჯრედის ინფორმაცია იციან და როგორც პროცესორთან მიაქვთ თავის ტვინთან ეს ინფორმაცია, გააგებინონ და მიუტანონ ამბავი სად რა უჭირს, რა სჭირდება. გარდა ამისა, უნდა მიიტანოს ერითროციტმა საკვები პირველ რიგში ჟანგბადის სახით, მერე უკვე ცილები და ასე შემდეგ, მინერალები და ასე შემდეგ ყველაფერი. ხო? ანუ ერითროციტია მთავარი მამოძრავებელი, ჩვენ თუ ორგანიზმს ეს ერითროციტების ფუნქცია, უჯრედების ფუნქცია, გამტარიანობა, ანუ თლიანად იმუნიტეტი კარგ დონეზე გვაქვს,
არც კორონავირუსის, არც ნებისმიერი ვირუსის, არც არანაირი ბაქტერიის არ უნდა შეგვეშინდეს. იმიტომ რომ ჩვენ ამით ბუნებამ დაგვაჯილდოვა, მამაზეციერმა დაგვაჯილდოვა, როცა შეგვექმნა. მაგრამ უყურეთ რა ხდება ამ ტალღების დროს. ეხლა ვინაიდან აი ამ ტალღებს აქვს სიხშირეები თავისი ბუნებრივ ტალღებს. ისედაც მოძრაობენ ეს ტალღები და ბუნებაში განსატვირთველად არის აი მაგალითად ელექტრო გამოსხივების სახით ელვა, მეხი, რომ ჩამოვარდები. ის განტვირთავს, რომ გაჯერება არ მოხდეს ტალღების. თორემ იმ გაჯერებულ ტალღებში უკვე ადამიანი დაიკარგება. ტალღების სხვადასხვა როგორც გითხარით, კატეგორია დაბალიდან იწყება ზევით და მაქსიმალურად ეხლა დედამიწის ტალღებმაც უკვე იმიტომ რომ ადამიანები სწორად არ მოქმედებენ, სწორად არ აკეთებენ და ბუნებაში ძალიან ერევიან, ამიტომ თვითონ დედამიწის პულსმაც კი მოიმატა. ანუ იმ შუმანის ტალღებმაც კი მოიმატეს. ჩვენ იმასთან უნდა ვიყვეთ ფეხ აწყობილი იმისათვის რომ გადავრჩით. აი მე მაგალითად როგორც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, მე თვითონ ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ რაც შეიძლება ეს ტალღები გავიზარდო. და ვაკეთებ კიდევაც, ვიცი კიდევაც და ვაკეთებ კიდევაც, რომ გავზარდო ისე, რომ მე გაუძლო 200 და მეტ სიხშირეს გერცს. მე გაუძლებ. მაგრამ ვინც არ იცის, როგორ გაუძლოს იმან. და აი ეს ქალბატონო ქეთევან, აი ეს 5G რამდენს გამოცემს? ახლა მე ცოტა შეიძლება ეს დილეტანტულად გისურვებთ, მაგრამ ვინაიდან მე აი ამ ეს არის დაბალ სიხშირეზე მომუშავე ტალღები, რომელიც აი ჯერ პირიქით დაბალ სიხშირეზე. ეს დაბალ სიხშირეზეა. დაბალ სიხშირეზე ჩვენ გითხარით, ღამის დროს არის, როცა დედამიწა იძინებს, ადამიანმაც უნდა დაიძინოს. და ეს ტალღები ზუსტად ღამის ტალღებია დაბალი. ამ დროს ადამიანის ტვინი ვერ მუშაობს, ვერ ფუნქციონირებს, მოდუნებულია, მოშვებულია. ძილი უნდა, დასვენება უნდა. თუ აი ამ სიხშირეზე ვიქნებით მუდმივად დღის განმავლობაში. ანუ თქვენ ხალხი იქნება მოთენთილი, ცუდა მდგომარეობაში. აი ამ ცუდი სიტყვით რო ვთქვათ, რასაც ვთქვათ, დაზობებული. ჩვენი მისია საერთოდ იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ვინაიდან დედამიწას თავისი პულსაცია ემატება თავისი სიხშირეები, ჩვენც იმაზე უნდა გადავიდეთ, რომ დედამიწის ფეხი აღუდგათ და ამით უნდა განვავითაროთ, რასაც ეძახიან მე-6 რასა. ანუ სუპერ ინტელექტუალური რასა. იმიტომ რომ ვინაიდან 80-იანი წლებიდან დედამიწის სიხშირემ კატასტროფულად დაიწყო მომატება. გამიგეთ? ამ სიტუაციაში ვერ ჩაეტევა, მაპატიეთ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, დაბალი ინტელექტის განვითარების ადამიანი. აუცილებლად ის დაიღუპება. და ესენი უშვებენ ზუსტად იმ დაბალ სიხშირეს, რომ ყველა ჩავარდეს იმ სიხშირეში. გამიგეთ? ეგ ერთი მომენტი და მეორე, გინდა არ გინდა სისხლ ძარღვში და ამ წყალში, ამ უჯრედებში აუცილებლად წყალი სადაც არის, იონიზირდება და დაიწყებს ერითროციტები შეწებებას. ისინი მოძრაობას არ დაიწყებენ. ვეღარ იმოძრავებენ ელემენტარულად. შეგუბდება დაიღუპება ადამიანი. ერთი წუთით და ადამიანი ზუსტად იმიტომ რომ ვეღარ მიიტანა ერითროციტმა ყოველ წამში საკვები ვერც გულში და ვერც ტვინში ადამიანები დაიხოცებიან ინფარქტით, ინსულტით. პირველი კატასტროფა რაც იქნება, ეს იქნება მასიურად. ამიტომ ვერ უშველის, ვერა პირველადი სასწრაფო დახმარება, ვერაფერი. დიაგნოზს ყველა დაუსვავს აბსოლუტურად ინსულტი ან ინფარქტი. აი ეხლაც რომ ყველას უწერენ კორონავირუსის დიაგნოზს, ბატონო, აი ესე დაშტამპულად წავა. არ შეიძლება. აი ბატონო ქეთევან, აი გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ ანუ მაშინ აი ეს თეორია, რომელიც არსებობს ასეთი ერთის მხრივ, რომ აი ეს აი რაღაც შეთქმულების თეორია, ხალხის წინააღმდეგ ამას აკეთებენ რაღაცა, ესე იგი მთავრობებზე უფრო მაღალი რანგის ხალხი, ზოგი ნუ ამას მასონებს აბრალებს, ზოგი აბრალებს ამას თითქოს და ესე იგი პატკულისნერო იტყვიან, ესე იგი ხელისუფლებები. ეს ხალხიც ხომ მოყვება ამ დასხივებაში? რა თქმა უნდა. აი უყურეთ, ანუ ამას ხო ვერავინ ვერ გადაურჩება. თქვენ რასაც საუბრობთ, ეს არ იქნება ხო ის რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული ის ექნება. რა თქმა უნდა. უკეთესი ადგილი დაიმალება თუ ვერავინ განსაკუთრებულ ადგილს ინარჩუნებს ადამიანი და ეხსნება იმას აი ეს დიდი გველები იმსეთ ადამიანს, რომელიც არის რეალურად შეყვარებული ხალხზე. გულიდან მოზდის ეს სიყვარული. აფრქვევს ამ სიკეთეს და აკეთებს ამას, გამიგეთ? ის ვინც ბოროტია, იმას ვისაც შავი ძალები უნდა რომ გააკეთოს, ის პირველ რიგში დაზარალდება და აღმოჩნდება იცით როგორ მდგომარეობაში, როგორც ვირთხარო შეაგდოთ მიკრო ტალღურ ხუმანში.
გასკდებიან. პირველ რიგში მაგენი გასკდებიან, არესვით. არიციან. განა თქვენ ახლა შეგეკითხებით, მე 10 წელია ტელევიზორს არ ვუყურებ, რა ვიცი რომ აი 2010-ში ვიყავი მერობის კანდიდატი და მაშინ ჯანდაცვის კარგი პროექტი გავაკეთე ძალიან, გადავეცი, წავუკითხე, წარუდგინე, რაზეც უნდა განვითარებულიყო კარგი ჯანდაცვა, რასაც ქვია საქართველოში. და არ მსმენია, მეორე ტესლა დაიბადა განა? ნუ არ ვიცი ხო, მე როგორ არ დაბადებულა, ხო? შეიძლება დაიბადა, უღარ ჩვენ არ ვიცით. არა, ტესლა არ დაბადებულა, ნუ შეიძლება ტესლა არ დაიბადა, მაგრამ მაგათ დაიბადა ესეთი კარგი მოაზროვნე, რომელსაც არ ვიცი. აზროვნება ეს სხვა არის, მერწმუნეთ. ან კარგი მეცნიერი მაგათი. არა, მეცნიერები ძალიან კარგები არიან, მეცნიერები მართლა ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა მეცნიერებას ვიღაცები იყენებენ ცუდი მიმართულებით. ეს ტესლამაც იცოდა თვითონ, რომ მედიცინის აი ამ ნაწილს, ტალღების აი ამ ნაწილს აუცილებლად სამხედროში გამოიყენებდნენ. მაგრამ რა მაინტერესებს, იცით, ქალბატონო კეთილმა, აი თქვენ ახლა საუბრობთ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ამას აკეთებს, ამ 5 ჯერს, თვითონაც არიციან ამის შესახებ, რომ თვითონაც გაინადგურებენ თავს. და აი რამე ტექნიკოსები არიან, ისინი ხო მედიკები არ არიან. აი რამე და შეკითხოთ, ზუსტად ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, რომ გასაგებია, რომ ისინი ტექნიკოსები არიან და მედიკები არ არიან, მაგრამ ამ ნუ მილიარდობით ქონებას ფლობენ პრაქტიკულად, ესე იგი ძალიან ბევრ ამას აკონტროლებენ და თუნდაც თავისივე მედიკებთან არა აქვთ გავლილი ეს და პროფესიონალებთან ეს საკითხები, რომ აი მაგალითად რომ გავაკეთოთ. გასაგებია, რომ ხალხს მაგალითად ვამონებთ, გასაგებია, რომ ხალხს ვკლავთ, გასაგებია, რომ ხალხს მძიმე მდგომარეობაში ვაყენებთ. აი ჩვენ აი რითი ვართ დაცულები? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი არ იციან და ესე აკეთებენ, აი თითქოს თავსაც სხვასაც ღუპავენ და თავსაც იღუპავენ? თუ მათ რამე იქნება, მათ თუ აქვთ რაღაც გამოსავალი? არ ვიცი, შეიძლება შექმნილი აქვთ, ახლა ვიცით, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი ბუნკერებია შექმნილი, ხო? ეს ბუნკერები იცავს მათ? ბუნკერებიც ვერ დაიცავს წესით, იმიტომ რომ ეს ისეთი ტალღა, რომელსაც უნდა შეაღწიოს, მაგრამ შეიძლება არის რაღაცა ისეთი ბუნკერები, სადაც ის ვერ შეაღწევს. ან ელემენტარულად იქ სიახლოვეს არ დადგავენ ამ ანტენებს. გამიგეთ? არც ნატურებს. ანუ მაშინ რა შეიძლება? რაღაცა მონაკვეთები იქნება. თქვენი აი როგორც თქვენ აქ მცენარეებზე, წერებზე, ცხოველებზე, ყველაფერზეა, ყველაფერი განადგურდება. თუ განადგურდა წერი, თუ განადგურდა მცენარე, დაიწყო ეს კატასტროფები, ხო? ამას მოყვება ეკოლოგიური კატასტროფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხო? მაშინ ის ბუნკერიც ხო განადგურდება. ეს ბუნკერი ვერ დაიცავს, ხო? ეს ბუნკერიც ხო თავისებურად ალბათ დრო დაპარიდავრენენი რო იტყვიან, ბუნკერიც რა, მაგალითად ნუ გაძლოს 6 თუ 1 წელიწადი ამ ბუნკერში, ხო იმ ბუნკერშიც იმ ბუნკერსაც ელემენტარულად იყოფნა. მე ჩამოხსნიან ალბათ და გამოვლენ. თუმცა კი აი ეს როგორც კი გაუშვებენ აი ამ სისტემას მთლიანად იცოდეთ, რომ აუცილებლად დაიწყება ეს პროცესი. ჩვენ ადამიანები, მცენარეები და ცხოველები, ჩვენ უბრალოდ თავისტვენით და იმის აზროვნებით და აი ამ ტალღებით განსხვავდებით. სხვა ყველაფრისგან, თორე იგივენაირად დაიღუპებიან და პირველი მანიშნებელი რაც იქნება ჩიტები, წერები. მათ შორის ფუტკარი, რომელიც აუცილებლად მანიშნებელია უკვე რა ის იღუპება. ევროპის რამდენ ქვეყანაში უკვე სადაც დამონტაჟებული იყო ჩვენზე ადრე 5 მაგრამ ხო დაიწვა ზოგი წვავს, ზოგი ანადგურებს. იმიტომ რომ უკვე ჩაერთო წინააღმდეგ. დიდმა ბრიტანეთმა ვიცი რომ უარი განაცხადა. დიახ ბატონო, ბევრმა უარი განაცხადა, ავსტრალიამ მთლიანად უარი განაცხადა და არ და რა მაინტერესებს იცით ქალბატონო კეთევან, აი ეს როგორია ერთიანი სისტემა ამ 5G-ს თუ შეიძლება ეს მაგალითად რომელიღაც ერთ ქვეყანაში მუშაობდეს და სხვაგან არ იყოს ეს 5G თუ თავისუფლად შეუძლია საქართველოს უარი თქვას და ანტენები არ დააყენოს, თუმცა მაინც მოგვივა კოსმოსიდან ეს ტალღები, მაგრამ იმდენი აღარ იქნება, ვინმე ყოველ ბოძზე აქ ამაგრებენ. არა, რას ვთქვით, აი მაგალითად ბრიტანეთმა თუ არ დააყენა, თურქეთმა არ დააყენა, სხვა ქვეყნებმა ბევრმა უარი თქვა. რამოდენიმე ქვეყანაში რომ დააყენონ, მაინც ესე იგი დარტყმის ქვეშ მოყვებით. რა თქმა უნდა, კოსმოსიდან მაინც მოყვებით დარტყმის ქვეშ. მოყვებით, ხო. კი. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩვენმა მთავრობამ შესაბამისად გადაწყვიტა, რომ დააყენოს. რადგან აყენებენ და თან ყველაზე ცუდი იცით რა არის? მე მწერენ, უკვე მესამე წერილს ვამზადებ ახლა, ესე განო მიმოწერა იქით. ეს არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თუმცა მე ანტიეროვნულ კომისიას ვეძახი ამას. მე მატყულებს, რომ ჯერ ჩვენ ტენდერი არ გამოგვიცხადებია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ეს ყველაფერი და სინამდვილეში აი ამ გამოკეტვის რეჟიმში უკვე ამონტაჟებინებს სილქნეთსაც და მაგთისაც. აი, მანდ რა მაინტერესებს, იცით, სულ არავინ არ გამოეკეტათ და ეს პანდემია არ ყოფილიყო.
და დაეყენებინათ ეს ანტენები. ვინ გაიგებდა ამის შესახებ? როგორ ვერ გაიგებდა? ცნობის მიყურება ძალიან დიდია. როგორც კიდე ვინახავდი, აუცილებლად შევეკითხებოდი. მე ვიცი პიროვნებამ შეეკითხა ერთმა, რომ რას აყენებთ კერძო სახლის რო აყენებთ. მაშინ კითხავთ ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ხართ აი ეს გამონაკლისი, რომელმაც იცით მაგალითად ამ 5G-ის შესახებ. აი დააყენებს ანტენას, ეთქვენ რომ რაღაც ანტენას სულიან. არა, იცით რა უთხრეს? სათვალთვალო კამერას ვაყენებთო. სათვალთვალო კამერას ვაყენებთ. ხო, არა, ეს გასაგებია, მაგრამ რა იცით, აი ბევრგან ეს ანტენები ისეთ ადგილასაა დაყენებული, საერთოდ არ არის მოსახლეობა და რო გამოცვალონ ან აი თითქოს შესაკეთებლად მივიდეს ვინმე, მე არ მგონია რომ პანდემია ხელს უწყობს თითქოს მათ ამ ანტენების დაყენებაში. პირიქით, მეორე მომენტიც ხო არ არის, ქალბატონო, აი პანდემიის დროს ზუსტად პანდემიის დროს მოხდა ამ ანტენების დაწვა, განადგურება, დამტვრევა. აი ახლა ჰოლანდიაში, იმაში, ჩინეთში, უხანში. იმიტომ რომ იქაც პანდემიის დროს დაიწყეთ მასიურად დამონტაჟება. ხო რა, უხანშიც აი სულ დაწვეს მაგალითად ჩინეთშიც და ბრიტანეთშიც და სულ წვავენ და პანდემიის დროს მოხდა და სხვათა შორის ამ პანდემიამ უფრო გააშიშულა ეს ანტენების თემა. პანდემიამდე ამაზე არც იყო ესეთი ხმამაღალი საუბარი. ბატონო ირაკლი, საერთოდ არ იქნებოდა საუბარი, რომ არ გამეგო მე, რომ ნამდვილად საქართველოში უკვე შემოტანილი იყო. დიახ. და დამონტაჟებისთვის ემზადებოდა. ეს მიავტეხე საქართველოში ეს განგაში და უკვე ძალიან დიდი მასაა მოსახლეობის და აუცილებლად ამის წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივახცევ დემონტაჟს. არა, უნდა მოხდეს დემონტაჟი ერთი რამით და ჩვენ მიმართოთ მართლა ხელისუფლებას და ყველა ადამიანს რო ანუ რასაც თქვენ საუბრობთ, ეს არ არის ის რომ მაგალითად მინისტრი ჩაიკეტება ოთახში, ანუ დაზარალდება მინისტრიც, გლეხიც, მუშაც, ანუ ყველაზე მდიდარის და ყველაზე ღარიბიც დაზარალდება ერთნაირად. 2019 წლის აგვისტოს თვეში შეიქმნა ევროკავშირის ქვეყნებმა გამოაცხადეს ასეთი თავისუფალი სულა ზუსტად 5G-ის წინააღმდეგ. და ინტერნეტ გადაცემებით იყო ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული, მეც გახლავთ იმ ორგანიზაციის წევრი, რომელმაც გაამზადა მთლიანად მიმართვა ევროკავშირისადმი. ეხლა ის მიმართვა მთლიანად მე გაუმზადე ზუსტად აი ამ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას და პლუს ალბათ უნდა აუხსნა აი ეს თუ რა არის ადამიანი და თუ რატომ სჭირდება ადამიანს. ანუ წელი წერილზე არ არის აქ ლაპარაკი მთელი ხოლა ის უნდა დავწერო ლექციასავით და გავაგებინო. კიდევ ერთხელ და გარდა მაგისა მინდა რომ კი მე წერილი გავუგზავნე თავისთავად პრემიერს, მაგრამ ჯერ პასუხი არ ჩანს. წერილი გავუგზავნე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიღება და დასტურებულია, მაგრამ პასუხი არ ჩანს. იმიტომ რომ ნამდვილად მათ პასუხისმგებლობაზე მაინტერესებს ბატონო არჩილ რომ ჩართან და არ დაგვიჯერონ. მე მინდა რომ ვიღაცამ პასუხისმგებლობა აიღოს და ჰქონდეს, იცით? რომ დაიღუპა ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ჩართონ და დაიღუპოს უცებ 1-2-3 კატასტროფა დაიწყოს, ხო, მასიურად. დააბრალებენ კორონავირუსს, დარწმუნებული ვარ. კი არ იტყვენ რომ ეს ამიტომ. არავინ არ დაუსახეს. საერთოდ ნუ თქვენ აი ექიმი ბრძანდებით და აი კორონავირუსზე მე მონაცემები აი გერ მაქვს ყოველდღიურად ვეცნობი და გარდაცვლილი არის 276,000 ადამიანი, რაც დაიწყო ეს პანდემია. ნუ ამაში აქ რომ უმრავლესობა ქრონიკული დაავადებებით იყო და ეს კორონავირუსი მიწელი, აი ამასაც თავი რო დავანებოთ, მაგალითად გარდაიცვალა 276,000 ადამიანი, ხო და აი პანდემია, დაკეტვა, კომენდანტის საათები, ნუ რა არ ხდება, ხო, ყველანაირი გერმანიამ შეისწავლა ძალიან კარგად. გერმანიამ პრაქტიკულად მორჩა კიდეც ახლა, მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს. ყოველწლიურად ტუბერკულოზით იღუპება 1,800,000 ადამიანი. 1,800,000 ადამიანი და გაცილებით უფრო მძიმე დაავადება ახლოსაც ვერ მოვა მასთან კორონავირუსი, ხო? აი, როგორც ექიმი მაინტერესებს ვკითხოთ, რატო არანაირი განგაში არ ცხადდება, რომ მაგალითად ტუბერკულოზი ბევრად უფრო მძიმე და უფრო მომაკვდინებელი დაავადებაა. იგივე აიდ ვირუსი რო ავიღოთ, ჩიცი ავიღოთ, იგივე მალარია ავიღოთ, ხო? გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კორონავირუსი. ახლა ჩვენთანაც რო ავიღოთ, ჩვენ საქართველოში რა მოხდა, 9 ადამიანია თუ არ ვცდები გარდაცვლილი, ხო? თვითონ ექიმებმაც განაცხადეს, რომ 9-ს და მაგალითად ერთს ის კახექსია ჰქონდა და 18 კილოს იწონი და მეორეს კიდურები არ ჰქონდა. ანუ ყველა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, უბრალოდ თან დაერთვა ეს კორონავირუსიც მან და იგივე იანვარში თუნდაც 2020 წლის საქართველოში 16 ადამიანია ღორის გრიპით გარდაცვლილი.
ღორის გრიპით. კი ბატონო. რომელიც არ თქვეს. ორჯერ მეტი ვიდრე ანუ ამ კორონავირუსი და თან საინტერესო არის რომ აი იმ 16 ადამიანში გარდაცვლილებიდან არ არიან უმეტესობა არც 70 წელს გადაცილებულები და რამოდენიმეს მათ არ თქონდათ არანაირი ესე იგი ქრონიკული დაავადებები და უფრო მძიმე არის ღორის გრიპი ვიდრე კორონავირუსი. აი ამაზე მინდა შეგეკითხოთ, რატო არის ეს სიგიჟე, რატო მოიცვა სოფლიომ ეს სიგიჟე 5G-ის გამო, თქვენ ესე ფიქრობთ? 5G-სა და გეიცის ვაქცინის გამო. ანუ გეიცი ვაქცინით ცდილობს ძალიან დიდი ფულის გაკეთებას? რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ფულის გაკეთებას. ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას უნდა კიდევ უფრო ბევრი. რა თამაში გეთანხმებით? ანუ მაინც ფიქრობთ რომ ვაქცინის რა თქმა უნდა, ბევრი წლებია უკვე გეიცი დაკავებულია ვაქცინაციით. საერთოდ აფრიკაში უფრო ძირითადად. ეხლა ეთქვა ინდოეთშიც ჯერ კიდევ 2000 წლის 2008 წელს 7-8 წლებში მაგალ ინდოეთიდან მოიწვია ექიმები, ჩაუტარა ტრენინგი ამერიკაში და თავისი ვაქცინა როგორ გაევრცელებინა აცრებით, დაძალების წესით, კარგად გამოწვრთნა ეს ექიმები. აი იმ ვაქცინაციის შემდგომ 470 ბავშვია დამბლით განვითარებული. გამიგეთ, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ უფალის ადგილი დაიკავონ ზოგიერთი, მაგრამ ხან ბევრი ფული აქვს. სამწუხაროა. აი მე რომ თქვენ მოგახსენეთ ის, რომ დედამიწა თვითონ უზრუნველყოს, ვინ დაღუპოს და როდის და რამდენი პროცენტი დატოვოს. აი ამ თავისი ხშირეები თვითონ მოიმატებს და ასე შემდეგ, ხო? რატო ერევა ან გეიცია და ან კიდევ სხვა ან სოროსი თუ ასე შემდეგ, რატომ ერევიან ბუნების ამ კანონებში, როცა ვიღებთ პირიქით უარყოფით მოვლენებს მათგან. მარტო ჩვენ არა, თვითონაც მიიღებენ. აი რა მინდა და დარწმუნდებიან. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩართვისთანავე აი ამ 5G-ს თუ მოხდა ღმერთმა დაიფაროს ამის ჩართვა, დაიწყება მასობრივი გარდაცვალება ინფარქტებით და ინსულტებით ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს მასობრივად დაიწყება. და აი ეს რაც ფიქრობთ, აი ამ დროს გამოაცხადებენ რომ ვითომ პანდემია 5G-ის? რა თქმა უნდა, ვითომ პანდემია 5G-ის კი არა, ეს 5G-ის გრძელდება კორონავირუსის მეორე ეტაპის შეტევის და მაგიტო გარდაიცვალა. ამიტომ დაიწყება მასიურად აცრას ხალხისას. და მაგალითად დაიწყეს აცრა ხალხი. დიახ. მაინც ხომ მოკვდება ეს ხალხი? რა თქმა უნდა, ჯერ ვერ მოასწრო ამას იტყვიან. იმან იმუნიტეტის გამომუშავება ვერ მოასწრო. რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ჩაკლა იმან კი არ გამომუშავა. არა, გასაგებია, იმუნიტეტი ჩაკლა, გარდაიცვალა, მაგრამ აი რაღაც შემდეგ ისინი ხო მალევე მივლენ თავად, ანუ მათ ნათესავებსაც დაემართებათ, როგორც თქვენ ამბობთ, მათ ახლობლებსაც, შეიძლება მათ შვილებსაც, შეიძლება მათ თავადაც, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი რეალური ვაქცინა უნდა ჰქონდეს თუნდაც ბილ გეიტსს. კორონავირუსის წინააღმდეგ. მაგრამ მოდი ესე ვთქვა, თვითონ კორონავირუსი ხო არ არის ეს იმ დონის დაავადება, რომელსაც თუნდაც ვაქცინა ჭირდება, ხო? არა. პანდემია იმიტომ შეიქმნა, უყურეთ, რომ დაემონტაჟებინათ 5G სისტემები და პლუს გამოეშვა ვაქცინა, რომელშიც არის ის პატარა მიკროჩიპები. დიახ. რომელსაც გამოაყენებს მასას მოსახლეობის, იმისათვის რომ ჯერ ერთი მოგება მიიღოს და მერეც ის თითქოს და საკვები არ ყოფნის მოსახლეობას მსოფლიოში და მაგან უნდა გაწმინდოს და იცოდეს ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა გადაჭრეს. ხო, მაგას ვინ ეკითხებო, ვინ უნდა დარჩეს მართლა ხო. სამწუხაროდ, მაგრამ მე აქ სხვა რამეს ვამბობ, რომ აი თუ მეორე ანუ თან აცრიან და თან ამბობთ, რომ ამ 5G-ს ჩართავენ. თუ ხალხი დაიღუპა, ხალხი ხო მერე წინააღმდეგ იწავა ამ ვაქცინაციის. კი, მაგრამ თუ არავინ პასუხისგებელი არ იქნება, რისასაც მე ვწვალობ ახლა, რომ პასუხისგებლობა ვინმეს დავაკისროთ. ანუ აქ რა არის? ამათ უნდათ რომ მილიონობით ადამიანი დაღუპონ და მერე გამორთავენ ამ 5G-ს. როცა იქნება, მე ასე ვფიქრობ, რომ გამორთავენ გადაყრიან, იმიტომ რომ თვითონ სიცოცხლე გაიხარისლებენ, მაგრამ ვერ მოასწრებენ ბატონო ჩემო. თვითონვე ვერ მოასწრებენ. ვეღარავინ ვერ მოასწრებს, მე უკვე როცა და ამაზე არა აქვთ ინფორმაცია, თქვენ დარწმუნებული ხართ? დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ამ ორგანიზაციის, მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ვარ და აი თქვენ რომელსაც აი ეს ფრანკფურტში დაამთავრეთ ეს სადოქტორო ყველაფერი მიიღეთ, ხო? მათ არა აქვთ თვითონ აი მეცნიერებთან წვდომა და არა აქვთ რამე არაფრთხილებენ მეცნიერები. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც დღეს არის ევროკავშირის პარლამენტის წევრი. თვითონ ევროკავშირის დარბაზიდან ჩართვით გამოვიდა და თქვა 5G-ზე უარყოფითი.
და რამდენი მაგისთანა. აი წარმოიდგინეთ დიდი ბრიტანეთის აკრძალა, მომცემ დიდი ბრიტანეთის ფლოტის მიკროტალღების სპეციალისტი გამოდის და იძახის, რომ ეს არის სამხედრო იარაღი, რომელიც მოსახლეობაში არ შეიძლება გავრცელდეს და გამოყენებული იქნეს. ჯერ კიდევ ტესლასგან ვიცოდით იგივე. ეხლა ეს იძახის. აი ვინ უნდა თქვას კიდევ მითხრან, ის ელემენტარული ვიღაცა რგოლი, რომელსაც უნდა მსოფლიო მართლობა და ზეწოლას განიცდის იგივე ჩვენი ხელისუფლება იმათგან. პირდაპირ უკვე აღარ ვმალავ ამას და ვეუბნები. დროა ევროპელებმაც ასევე ვიმართეს ის პარლამენტში. დროა გაიზარდო, თუ არა ჩვენ გააგზრდით, რომ გეშინია ვიღაცის ვინც ზემოდან შენ ამას გავალებს, დროა თქვა უარი შენი ხალხის ოჯახის და თვითონ შენი საკუთარი თავის სასარგებლოდ. აი, ნუ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი ხა თქვენ მეცნიერულად ხსნით ამ ყველაფერს, თავარია რომ აი ცოტა მე ეჭვი მეპარება ერთადერთში რაშიც ეჭვი მეპარება თქვენს განმარტებებში არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ეჭვი მეპარება იმაში რომ მათ არ იცოდნენ იმის შესახებ რომ მათ დააზარალებს ეს 5G. მე ვფიქრობ რომ მათ მეცნიერებიც ეყოლებათ, კვალიფიკაციური ესე იგი დასკვნებიც ედებათ იმის შესახებ თუ რას იწვევს ეს 5G და რატომღაც ვფიქრობ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ისინი დაცულები იქნება. მე მგონია მარტო ერთ მხარეს უყურებენ, იცით, მედალის მეორე მხარეს არ უყურებენ. ნუ ესეთი სულელები შეიძლება ისინი იყვნენ ბოროტები, მაგრამ მე სულელები ისინი არ მგონია. სულელები ნამდვილად არ არიან, მაგრამ გონივრები რომ არ არიან ნამდვილად გეტყვით. გონიერებაც კიდე ორმაგია, შეიძლება გონი ადამიანს ღმერთისგან ქონდეს, შეიძლება ქონდეს დემონისგან. მათ დემონური გონება წესით არ უნდა აკლდეთ და თავის თავსაც თუ იღუპავენ, ეს უკვე ცოტა ესეთი თემა. აი ამაში თორე დანარჩენში მე ყველაფერში გეთანხმებით თქვენ, რაზეც საუბრობთ და ზუსტად. ანუ ეს არის პრაქტიკულად კიდევ ერთ საკითხს ერთ მიმართებას, აი რატომაც გამართლება შეიძლება მივცეთ, რომ ხო სწრაფად განვითარდა ეს სისტემები საერთოდ, მაგრამ მეცნიერებას დრო ჭირდება ბატონო ჩემო, რომ ნებისმიერი საკითხი შეისწავლოს, წლები ჭირდება იმისათვის, რომ დადოს დასკვნა, ხო? ჯერ 4G არა აქვს ისე კარგად შესწავლილი და 5G-ზე ლაპარაკი ზედმეტია. ანუ მაინც ჯერ როგორც რეკომენდაციებს ისე ვაძლევთ სპეციალისტებს. ანუ თქვენს ბოლომდე 100%-ით არ იცით რა მოხდება საქართველოში. არა, ვიცით რა მოხდება, იმიტომ ვაძლევთ რეკომენდაციის სახით. აი 4G-ზე რა არის მაგალითად რა რეკომენდაცია, რაც თქვენ თქვით რომ 4G ესეთი მასიური არ არის. უნდა გამოვთოთ. აი ესენი უნდა გამოვთოთ, რომ არ დავიავადოთ თავი, ელემენტარულად იმუნიტეტმა კარგად იმუშაოს, ერითროციტები კარგად გადაადგილდეთ და ბუნების ტალღების რიტმში ვიყოთ ჩვენც. აი ეს არის ჩვენი თავარი საერთოდ იმიტომ რომ სიცოცხლე ეს არის, აზრი ეს არის საერთოდ ყველაფრის. გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იონოსფერა აღარ იარსებებს, ანუ დედამიწასა და იმ სფეროში ზღვარი 80 კილომეტრია, აი ეს არაფერი არ იარსებებს, ცოცხალი რაც კი იყო მანამდე და რაც კი არის ჯერჯერობით. დაიწყებს ყველაფერი დაღუპვას და განადგურებას. აუცილებლად. მიწაც იგივე ნაირად. გასაგებია. ნუ ძალიან ესე იგი პესიმისტური, მაგრამ კარგია რომ თქვენ გვეუბნებით იმას და გვაფრთხილებთ და გაფრთხილებთ საზოგადოებას თუ რა შეიძლება მოყვეს ამას 5G-ს ანტენებს. ძალიან კარგია ეს ამას რო გვეუბნებით. მე ვფიქრობ რომ ამას გაითვალისწინებს ხელისუფლება, იმიტომ არა რომ ხალხზე ზრუნავს. ვფიქრობ რომ დაფიქსდება რომ იგივე თავიანთი შვილები, ის თქვენი აგარაკები, დაჩები, ეს დიდი გრანდიოზული სახლები, რომელიც ააშენეთ, დაგჭებათ უხრათ, როგორც ახლა ქალბატონი ქეთევანი გონება ეს თუ 100-ია. თუ 100 არ არის ღმერთმა ქნას, მაგრამ მაშინ დაუმტკიცეთ ქალბატონ ქეთევანს და გაეცით პასუხი. ვფიქრობ და თქვენ ნახეთ ხეები რა დღეშია, იქ სადაც 5G ანტენებია დამონტაჟებული ევროპაში? საზღვარგარეთ? ხო, იმენ ნახეთ, ჩიტებიც ნახეთ. ჩიტებიც, თვითონ ბუტკარიც და ხეები. ხეს იგივე ძარღვები აქვს როგორც ჩვენ. წარმოიდგინეთ და ზუსტად იგივე ის ფოტოსინთეზიც ისევე მიდის როგორც ჩვენ. კი. და რა მდგომარეობაშია ხეები, როგორ არის დაღუპული. ვერაფერი ვერ გადარჩება. ნუ რა თუნდათ ეს არის. აი ახლა სადაც დაიწყეს ეს დაწვა და განადგურება, იქ ჩვეულებრივად აღდგება ყველაფერი. რა თქმა უნდა, როცა აღარ იქნება ეს მიმღები და გადამცემი, ესეთი ახლოს. მე ეს გაჯიერება რომ მოხდება, რითი ააზღირებენ იმის განეიტრალებას, თქვა ეს ხო
ერთ წამში 8 ჯერ შემოარტყავს დედამიწას გარს თითოეული ტალღა, წარმოიდგინეთ? ერთ წამში. წარმოიდგინეთ, ასეთ სიხშირეს რა გაუძლებს, ვერ გაუძლებს და მერე ტალღა რო ტალღის იგივე ამპლიტუდაში ჩაჯდეს, ეს ხო რეზონანსია უკვე. ანუ რამდენად ძლიერი დარტყმა იქნება. ამათ რა გონიათ ეს ყველაფერი თამაშია? ის ტალღებია, როცა ჩვენ ბავშვობაში რადიო მიმღებები და ვაკეთებთ ხოლმე რაღაცა გადამცემებს? ეს ის არ არის. ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე. ეს არის იარაღი. ეს არის ბრმა იარაღი. მარტო კაცობრიობის მიმართ არა, მთელი დედამიწის ბიოლოგიური არსებების. ანუ ესე იგი არ არის საჭირო, არც ატომური იარაღი, არც ქიმიური იარაღი, ტალღებით შეიძლება განადგურება მოსწობა ყველა. ეს არის იარაღი, ბიოლოგიური იარაღი. რომელიც არც ჩანს, არც სუნი აქვს, არც ფერი აქვს, არც არაფერს აფეთქებს, არც ცეცხლი უკიდია, მაგრამ ანადგურებს ყველაფერს. ამას სწავლობს კვანტური ბიოლოგია. საქართველოში ვერ ნახავთ სპეციალისტს, ჯერ ერთი კვანტური ფიზიკა იცოდეს, მერე კვანტური ბიოლოგიის სპეციალისტი იყოს, საუბედუროთ ეგ თავიდან მემოსვლეს ბატონო ჩემო საქართველოში განათლება ზუსტად რომ არავის არ ეთქვა. მე რომ მიშას ვეწინააღმდეგებოდი იმ პერიოდში, როცა 2006, 7, 8 სულ ყველა წლებში უჩივოდი საქართველოშიც, ევროპაშიც და ასე შემდეგ. მისი დამცველი იყო რუსთავი 2 ტელევიზიის იურისტი. მაგდა რაღაცა გვარი იყო. და იმან მითხრა, ქალბატონო ქეთევან, და რატომ ისწავლეთ ამდენი? წარმოგიდგენიათ? პირველად გავიგე, მეოთხარი რომ სწავლა ლიმიტირებული იყო. არ დავფიქრებულა, რითი, მაშინ რომ ეს მითხრა, იმდენად გამიკვირდა და დღეს ვხვდები ბატონო არჩილ რომ აი ეს სწავლა თურმე აი აქ ჭირდება. მართლა ვზანებთ. აი ვიცი ძალიან ისეთი საინტერესო საუბარი ქონდა, ვფიქრობ რომ საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს, ისინი ცოტა განგაში ზარს ატეხავენ ამასთან დაკავშირებით და სხვა მეცნიერები, სხვა ექიმებიც თქვენ შემოგიერთდებიან, მართლაც თქვენს გვერდით დადგებიან. გამოსვლასაც ვაპირებთ და ვანონსებთ, იმიტომ რომ აი ახლა წერილს რო გავამზადებ და მივიწერ, აპასუხს მივიღებთ აუცილებლად. გითხარით, ჩვენ და თავად შევეცდებით გავაშუქოთ ყველაფერი, კიდევ მოგიწვიოთ გადაცემაში და რავი მე ვთხოვ ყველა ჟურნალისტს რომ თქვენ მოგიწვიოთ გადაცემაში რომ უფრო ფართოდ და მასშტაბურად გახდეს ამ თემაზე ინფორმაცია, საჯარო გახდეს ამ თემაზე და აქვე რა თქმა უნდა თქვენი ოპონენტები ვინც არიან, რა თქმა უნდა მეცნიერულად და არა მაგალითად იმიტომ რომ ხა მე რო თქვენ ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ ოპონირებას ვერ გაგიწევთ, იმიტომ რომ მე ამ საკითხის დარგის სპეციალისტი არა ვარ და არ გამო ეს ჩემი მხრიდან. აი მართლაც მოვიდენ და ხელისუფლებამ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა და მოიყვანოს მართლაც ესე იგი ამ დარგის სპეციალისტები და თუ რაიმე სხვა არის და მართლაც არ არის საშიში და გვიმტკიცონ მეცნიერულად ეს ყველაფერი. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო ქეთევან დღეს რომ უბრძანდით ჩვენთან გამონახეთ დრო ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა და დარწმუნებული ვარ კიდევ ხშირად. კარგი წინადადები დავამთავრებ. კი ბატონო რა თქმა უნდა და შეგიძლიათ ხო რა თქმა უნდა მიმართოთ საზოგადოებასაც ხელისუფლებასაც თქვენ რასაც ჩათვლით საჭირო. ჯერ უფალმა როდესაც ადამიანი შექმნა თიხისაგან დარჩა პატარა თიხა და შეეკითხა თვითონ ადამიანს რომ რა დაგიმატო რა გინდა რომ რისთვის გინდა ეს თიხა გამოვიყანო და თუ შეიძლება ბედნიერებაო აიღო ეს თიხის გუნდა და ხელის გულში ჩაუდო ყველა ჩვენთაგან გვაქვს ხელის გულში გვიკავია ეს თიხა დღესაც გამოვიყენოთ ბედნიერებისთვის გაიხარეთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხელისუფლებას კი მინდა მიმართო მეტის ზრუნვა მოსახლეობაზე არასდროს ყოფილა ისეთი გაცალცალკევებული ხელისუფლება და ხალხი როგორც დღეს არის. მე მესმის რომ დიდი ამბიციები და დიდი რაღაცა გინდათ, მაგრამ ხალხი ყველაზე მეტად უნდა გჭირდებოდეთ. თუ ხალხი არ გინდათ, საკუთარი ოჯახები და წევრები ხო გინდათ მაინც. აი ამიტომ მაინც უნდა დათმოთ ეს 5G. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან და დიდი მადლობა. მე თქვენ დაგიტოვებთ ახლა აი ამ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან მოწერილ წერილს და გაეცანით რა სიხშირეებზია ლაპარაკი, რამდენს გაუშვებენ და რა საშინელებები გვექნება. მადლობა.